აი როგორია პირველი წუთები აქ გარეთ უკვე სადაც თანაგუნდელები დაგვწდნენ. ჩვეულებრივი, ნორმალური. როგორც მოდი. ნორმალური, როგორც თავისუფლებაზე. ბევრად ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ სადაც ხვები, იქაც მე მიტინგზე მე წავალ დღეს აუცილებლად. ამ თვის მანძილზე იცით, რომ სულ საპროტესტო აქციებია თბილისის ქუჩებში, არა მხოლოდ საღამოს, მთელი დღის მანძილზე. აი თქვენი პოლიტიკური გეგმა როგორი იქნება ახლა, რა დოზით იქნებით ჩართული ამ პროტესტში? როგორც მუშაობდით, ისე ვიმუშავებთ პარტიაც აგრძელებდა მუშაობას, მაგრამ ეს სახალხო პროტესტია ყველანი. ამ პროტესტებინც ვართ, ვიქნებით პოლიტიკოსები თუ სხვანი, ვართ როგორც პატრიოტები ჩვენი ქვეყნის, სხვებთან ერთად. ამასობაში ვიდრე თქვენ პატიმრობაში ყავით ადმინისტრაციული წესით, მთელი რიგი კანონმდებლობის ცვლილებები ჩაატარა ქართული ოცნების რეჟიმმა, მესამე მოსმენით, აი მაგალითად არ შეიძლება საპროტესტო აქციებზე ახლა პიროტექნიკის გამოყენება უკვე მალე იქნება კანონით აკრძალული, ნიღბების, ასევე გაზარდეს ჯარიმები, აი ამ ახალ რეპრესიულ კამპანიაზე რა სიტყოდით, არ შეიძლება. არ შეიძლება არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში. ამას ვიტყოდი და ყველაფერი, რაც ქართულმა ოცნებამ, ამ არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მიიღო, ყველა კანონი ამ ვინც დანიშნა, იქნება ეს მთავრობა თუ გუშინდელი კარიკატურული პრეზიდენტი, ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გყავს, ხოლმე მართლა ესეა. ეს მე არ მიმაჩნია საერთოდ აღნიშვნის ღირსად ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი. ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები და არ შეიცვლება ხელისუფლება. შესაძლოა მერეც დარჩეს სალომე ზურაბიშვილი, მე ვისურვებდი ამას.